ყუდის აგენტი და ვაჟა ლელუაშვილის აგენტი იყო ისე როგორც პოლიტიკური პროსტიტუტკა. არ მედოთ. ამ ნაბიჯო არ ქალს უსმინო. ძალიან. ამ ნაბიჯო არ ქალს უსმინო. 22 წლის ბიჭი შევედი ეროვნულ მოძრაობაზე. შეგზავნილია რომ მეუბნება. ძალიან. პროსტიტუტკა. ძალიან. ხოთ მაშინ იძულებული ვიქნები ეს ძალიან ხოთ ბატონო. პოლიტიკური პროსტიტუტკა მე ვერ მოვიტყვი სუსის აგენტისგან. ვინ არის ვაჟა ლელუაშვილი? საკუთარი შვილი გაგეზარდა. შე პროსტიტუტკა დაკაცო. ძალიან ხოთ ეს მე ძალიან ხოთ გაუთიშეთ მიკროფონი გელა ღურწკაიას. ვაჟა ვინ არის ვაჟა ლელუაშვილი? კითხეთ გელა ღურწკაიას და მეორე და ყველაზე მთავარი რატომ მისცა მათ რატომ უფორმებდნენ მას ზაფხულში საპროცესო გარიგებას და რატომ არსებობდა ამ საპროცესო გარიგებაზე იმ პოლიტიკოსის თანხმობა რომლის პირადი თვითონ გელაღურწკაია მოვიდა ქართული ქრონიკა პლუსის ეთერში. ეს იყო სრულიად დაგეგმილი პროვოკაცია და ამ კითხვებზე რა კითხვებით მე დავსვიეტა და მადლობა იმისთვის რომ მომეცით საქმის საშუალება ამ კითხვებზე გელაღურწკაიას პასუხი არ აქვს. ძალიან მწუხვარ იმ ინციდენტის გამო რომელიც ჩვენ ეთერში მოხდა ძალიან მწუხვარ ნამდვილად არ ველოდით ასეთ არაკორექტულ საქციელს ჩვენ ვფიქრობდით რომ რაღაც ჩარჩოებში ჩაჯდებოდა ეს დებატები სამწუხაროდ ასე არ მოხდა მაგრამ ჩვენ მქონდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ღელა ღურწკაიასთან რომელიც ვერ დავსვით როგორ მოხდა რომ იმ საქმეში როდესაც თვითონ ღურწკაიას აღიარება არსებობს საქმეში მაშინ როდესაც არსებობს ფირი რომელიც ჩვენ გაჩვენეთ ფარული ჩანაწერი ელისო კილაძის მიერ სადაც ცხადად ჩანს რომ ღურწკაიას მიაქვს მასალა კილაძესთან იმის გამო რომ მან ეს მასალა გამოაქვეყნოს არსებობს ასევე საქმეში ჩანაწერები და მოწმეების ჩვენებები მაგრამ 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ვერ შეძლო რომ ეს საქმე სასამართლოში დაესრულებინა და განაჩენი დამდგარიყო და ეს ადამიანი რომელიც აღიარებს რომელიც ვიცით ფირის საშუალებით რომ მართლა იყო ის პირი რომელიც აპირებდა პირადი ცხოვრების უკანონოდ გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გასაჯაროებას რატომ არის დღეს თავისუფალი ისევე როგორც ის ადამიანი